შენ უყურებ ვიღაცა შტერებს როგორ ეჩვენებათ დრო. მაშინ განთავისუფლდე ყველაფრისაგან რომ ამ რანგში დაიწყო ფიქრი. მე პირდაპირ გეტყვით როგორ მსჯელობდა მერაბ მამარდაშვილი ამ საკითხზე, ის ამბობდა რომ დრო ეს არის განსხვავება ჩემსა და ჩემს შორის. და მე აქ მინდა რომ გავჩერდე, იმიტომ რომ ამას გაგება უნდა, ამის გაგება არ არის ადვილი რაღაცა. სამყარომ თვითონ არ იცის რომ დრო არსებობს. ეს დრო არის ახმა მარტო ჩემში. თავისთავად დრო რა არის, აი ესე იგი, მაშინ განთავისუფლდე ყველაფრისაგან რომ ამ რანგში დაიწყო ფიქრი. და უცებ მამარდაშვილი ამას ეგეთ რაღაცას, შენ რომ მომიტანო ორი კადრი, თუ ეს ამ ორ კადრზე სულ სხვადასხვა ნახატი ხატია, მაშინ რა ვიცი, არის ერთი ნახატი და არის მეორე ნახატი, სად არის დრო? მაგრამ თუ ამ ორ ნახატზე არის რაღაცა, რომელიც არის იგივე, ანუ განსხვავებებს შორის არის მსგავსება, მაგალითად მე ვარ ამ ფოტოზე, ერთშედაც და მეორეშედაც. და მე ხო ვიცი რომ ერთი ვარ. და მაშინ რანაირად გამოდის რომ მე ერთი ვარ ერთ ფოტოზედაც და მეორე ფოტოზედაც. მაშინ ყოფილა რაღაცა რაც ამას აკავშირებს და თან არის განსხვავებული და თან არის თანმიმდევრობაში და აი ეს სამი რაღაცა ერთობლივად რომ არის თან ერთი, თან განსხვავებული და თან თანმიმდევრული, ჯამში იძლევა შეგრძნებას რომ არსებობს დრო. რომ მე ვიყავი ისიც, მე ვარ ესეც და უბრალოდ ამათ შორის განსხვავება არის ის, რომ უბრალოდ დრო გავიდა მეტი არაფერი. მომყობით ხო ისე თქვამით. მაგრამ მამარდაშვილი გადის ეს ულამაზეს დასკვნაზე, რომ დრო ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჩემსა და ჩემს შორის არის განსხვავება. ნუ ფილოსოფიურად რო გავაგზავნო, ვიტყვი რომ თუ ჩემსა და ჩემს შორის აღარ არის განსხვავება, მაშინ მე გავედი დროიდან. ეხლა თუ გინდათ ინდოეთში წავალ და ვიტყვი რომ აი ყველა ინდოელი რაზე ლოცულობს, რომ ერთჩვენიერ დღეს მიაღწიოს ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომ დროზე მაღლა გადავიდეს, ამას ეძახიან მარადიულობას და მოქშას და საერთოდ აღარ დაიბადოს დედამიწაზე და იყოს იქ, სადაც არის რაღაცა, რომელიც დროზე მაღლაა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის უსასრულოდ ბევრი ხანი, რომ მარადიულობა იმას კი არ ნიშნავს, რომ მილიარდი წელი იცხოვრებ. არა, მარადიულობა ნიშნავს იმას, რომ შენ უყურებ რომ ვიღაცა შტერებს როგორ ეჩვენებათ დრო. მაგრამ შენ ხარ ამის მიღმა და შენ უყურებ აი ამ სტრუქტურას, რომ ვიღაცები დარბიან და ამათ გონიათ რომ გადის დრო. არა და რეალურად ეს მარტო მათ ტვინში ხდება, თორე რეალურად ეს ყველაფერი სტატიკური სურათი არის.